2020 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვის ნაცვლად მათი გამბაჟების ტარიფი იზრდება. შესაბამისი კორექტირება მთავრობის მიერ 12 თებერვალს მიღებულ დადგენილებაში შედის. ეს იმას ნიშნავს, რომ 2026 წლის 1 აპრილიდან მსურველი 6 წელზე მეტი წლოვანების მსუბუქი ავტომობილის საქართველოში იმპორტირებას ისევ შეძლებს, თუმცა რამდენჯერმე გაზრდილ გადასახადს გადაიხდის. თუ ამ დრომდე ამ წელზე 6 წელზე ძველი ავტომობილის გამბაჟების ტარიფი სიძველის მიხედვით ძრავის მოცულობიდან გამომდინარე 80 თეთრიდან 2 ლარსა და 40 თეთრამდე მერყეობდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ეს ტარიფი 4 ლარ 9 იქნება. რა არგუმენტებით ხსნის მთავრობა შესულ გადაწყვეტილებას ამას შალვა სუმბაძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. შალვა, როგორც ვიცით, პრემიერის მიერ დღეს დაანონსებულ რეგულაციას სჭირდება საგადასახადო კოდექსში ცვლილებები და საპარლამენტო განხილვები. რა კონკრეტული დეტალებია შენთვის ამ დროისთვის ცნობილი? ჯერჯერობით კონკრეტულად თარიღი ცნობილი არ არის, როდის დაიწყებს საკანონმდებლო ორგანო უშუალოდ მსჯელობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელსაც მთავრობის ეს დადგენილება გულისხმობს, თუმცა ვიცით, რომ ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს, იქიდან გამომდინარე, რომ კანონის ამოქმედება დაგეგმილია ყველა იმ ავტომობილზე, რომელიც 2026 წლის 1 აპრილამდე იქნება, აპრილის შემდეგ იქნება შეძენილი ამ შემთხვევაში და ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა იმ დადგენილებას თუ არ გავითვალისწინებთ მხოლოდ ერთ ფაქტორს, რომ აკრძალვის ნაცვლად გაძვირებულია ავტომობილების გამბაჟება, როგორც უკვე აღნიშნე, დაახლოებით 80 თეთრიდან 2 ლარსა და 40 თეთრამდე მერყეობდა კუბურ სანტიმეტრზე გამბაჟების გადასახადი, ახლა კი ეს გადასახადი იქნება 4 ლარი და 50 თეთრი. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასევე შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებმა, მინისტრებმა გამარტეს ჩვენთან საუბარში, იყო ის, რომ მთავარი მიზეზი არის ეკოლოგიაზე ზრუნვა, დაბინძურებული გარემოს მიმართულებით ვითარების გაუმჯობესება, ასევე ითქვა, რომ საკმაოდ არის გაზრდილი ავტომობილების ნაკადი, რაც თავის მხრივ უნდა შეიზღუდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მიიყვანს ქვეყანას ძალიან ცუდ შედეგებამდე. სწორედ ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რითიც სამთავრობო გუნდი ცდილობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ახსნას. დღესვე, როგორც მთავრობის მეთაურმა, ასევე მინისტრებმა აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, რათა ნაპოვნი ყოფილიყო ბალანსი ერთგვარად იმ გარემოს დაბინძურების ფონზე გათვალისწინებული ყოფილიყო ასევე მოქალაქეთა ინტერესები და სწორედ ამას მოყვა ის, რომ სრულად აკრძალვის ნაცვლად გადასახადები საკმაოდ გაიზარდა. როგორც მოგეხსენება, ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში, კერძოდ შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად შესაბამის ავტომობილებზე, ანუ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება გამბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული ერთ კუბზე 4.5 ლარი, შესაბამისად ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე და სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახების გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობა მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ამ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, რასაც ფართოდ იყო გაშლილი მსჯელობა საზოგადოებაში. 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე დადგინდება განსხვავებული განაკვეთი, ერთიანი განაკვეთი. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ფართო კონსულტაციების შედეგად, მათ შორის ბიზნეს სექტორთან, იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები და ამავდროულად გარემოს დაცვის ზედამხედველობის კუთხით და ეკოლოგიური კუთხით მაქსიმალურად დაცული იყოს საქართველოს მოსახლეობა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთის მხრივ მიღწეული ყოფილიყო მიზანი, რომელიც არის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, აგრეთვე მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი ნაწილი არის, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო მაქსიმალურად კერძო სექტორის ინტერესები, რომელიც ამ დარგს და ამ სექტორს წარმოადგენს ზუსტად აქედან გამომდინარე ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გათვალისწინებული იყო მათი თხოვნა და ზუსტად ეს იყო მოტივატორი იმისა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულიყო, რომ ერთის მხრივ შემაფერხებელი ყოფილიყო ტარიფის ზრდა ძველი მანქანების იმპორტის და ამ კუთხით შეზღუდვა გამოიწვევს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.
როგორც იცით, ამ დრომდე საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოყვანილ ავტომობილებზე მოქმედებდა ჰიბრიდული ტარიფი, რაც გულისხმობდა იმას, რომ დამოკიდებული გამბაჟების გადასახადი იყო როგორც მანქანის წლოვანებაზე, ასევე მის ძრავის მოცულობაზე, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც გამბაჟების თანხის კალკულაცია ხდებოდა, იყო რომელ მხარეს ჰქონდა ავტომობილს საჭე, ეს იყო მარჯვენა საჭიანი თუ მარცხენა საჭიანი. ჯერჯერობით ეს დეტალები ამ შემთხვევაში მარჯვენა და მარცხენა საჭიანიც გაერთიანდება თუ არა გამბაჟების გადასახადის ამ ნიშნულზე 4.5-იან ნიშნულზე ცნობილი არ არის. სავარაუდოდ ეს დეტალები უკვე გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც უკვე საკანონმდებლო ორგანოში განიხილება ეს საკითხი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წინა შემთხვევის მსგავსად ამ შემთხვევაშიც ელექტრომობილებზე მსგავსი ტიპის გადასახადი არ იმოქმედებს. შესაბამისად, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სტანდარტულ ტარიფში განაბაჟონ ელექტროავტომობილები. მადლობა, შალვა სუმბაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.